ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად სოფელ რუიში, ურბნიში, საღოლაშენსა და ბრეთში დასრულებულ და მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე უკვე დასრულდა ურბნისისა და ბრეთის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები, ხოლო რუისსა და საღოლაშენში მიმდინარეობს ასფალტის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტში ადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჯამში დაგეგმილი 4.1 კილომეტრი შიდა გზების მოწესრიგება. ქარელის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები. დღეს მოვინახულეთ ქარელის მუნიციპალიტეტში 4 ლოკაციაზე გზების სამუშაოების მიმდინარეობა. სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება როგორც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. ის ლოკაციები, რა ლოკაციების დღეს დავათვალიერეთ, მაგათი ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ლარს და ჩვენი მოსახლეობა დაახლოებით ივლისის ბოლოს ისარგებლებს უკვე კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურით და გაუმჯობესებად გადაადგილება. ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია, მოასფალტება, ეწყობა სანიაღვრე არხები. ეს არის სოფელი რუისი, სოფელი ურბნისი, ქვემო ხვედურეთი, საღოლაშენი, ბრეთი. ამ მიმართულებაში საჭიროება იდგა მოსახლეობიდან, მოთხოვნილი იყო, რომ უჭირდათ გადაადგილდება ცენტრამდე. ეს არის ცენტრალური ქუჩები, ფაქტიურად სოფლებამდე მისასვლელი გზები ასფალტირებული, ეს არის უკვე ცენტრალური ქუჩების ასფალტირება.